ძვირფასო მეგობრებო, დღეს ჩვენ გადაცემაში გვეყოლება ასევე პროფესორი, პოლიტოლოგი ბატონი ედიშერ გვენეტაძე სტუმრად, რომელთანაც ჩვენ ვისაუბრებთ. ბატონ ედიშერ, მოგესალმებით. მოგესალმებით. ბატონ ედიშერ, აი, ეხლა ჩვენ ვხედავთ რა პროცესების მიმდინარეობს ქვეყანაში, რომ ესე იგი მრავალტალღოვანი არის პროტესტი, ანუ ესე იგი, არ ვიცი, მსახიობები, ჟურნალისტები, ასევე ახალგაზრდები, ყოველ ჯერზე რაღაც სიურპრიზს გვთავაზობს დასავლეთი, ხა მედიცინის მუშაკების პროტესტს ველოდები, ალბათ მალე პედაგოგებიც გამოვლენ და ნუ აღარ დამთავრდა ეს ყველაფერი. თქვენ როგორ ფიქრობთ, აი, ეხლა ყველაფერს დასაწყისი და დასასრულიც უნდა გქონდეს. აი ამ პროტესტს ეხლა რაც მიმდინარეობს, თქვენი აზრით, აი, როდის ექნება დასასრული საერთოდ და რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ ეს ყველაფერი ბოლო-ბოლო ეს ჯოჯოხეთი დასრულდეს. მოგესალმებით, ბატონო ნიკოლოზ, კიდევ ერთხელ მივესალმები მაყურებელს და ხაზგასმით მინდა ერთი რამ აღნიშნო. ამ პროტესტს დაასრულებს ერთადერთი რაიმე, ფულის გადაკეთვა. ფული უნდა გადაიკეტოს. ფული როდესაც გადაიკეტება, აბსოლუტურად დასრულდება ყველაფერი და ამ ფულის გადაკეტვის ამბებით უკვე დაწყებულია. ვიცით ჩვენ საიდან შემოედინება ეს ფული. ეს ფული შემოედინება იმ სათავიდან, რომელსაც ქვია ამერიკის შეერთებული შტატების deep state. მე მინდა გითხრათ, შეგახსენოთ ერთი რამ. გუშინ რა მოხდა? გუშინ, როგორც კი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა იმის შესახებ, რომ ჩვენ წყვეტ დაფინანსებას ამ მუქთახორებისას, უბრალოდ deep state-ის აგენტების და ჯაშუშებისა, მაშინვე ერთ-ერთი ჯაშუში და ერთ-ერთი აგენტი ოფიციალური აგენტი ანა დოლიძე მივარდა ჰერჩინსკისთან, იცით თქვენ ეს? ხო, და უთხრა რომ ძალიან ძიმე დღეში ვართო. ხო და უნდა დაგვაფინანსოთო, მაგრამ იქვე გაყიდა თავისი საკუთარი თავი. მინდა თქვა ასეთი რამ, რომ არაფერიაო, კაცო, ესო რა ქვია, ამერიკის შეერთებული შტატები თუ არ დაგვაფინანსებსო, ჩვენო შემოსავლის სხვა წყაროების გვაქვს, ესეთი სხვებიც აფინანსებენ. ყველგან განფენილია ეს deep state-ი, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არაფერი არ გამოუვათ. იმიტომ არ გამოუვათ არაფერი, რომ ნახეთ ჩვენ მაგათი მოწყობილი ეგრეთ წოდებული მარშები. დაიწყეს ისეთი მარშები, რომლებიც არ გაუკეთებია თავად რომ იტყვიან, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, რუსეთის იმპერიას. მეგრელების მარშები, ლეჩხუმელების მარშები, სვანების მარშები, ექიმების მარშებიო და ასე შემდეგ. ერთი დარჩათ ახლა როთების მარშები. როთის მიმდევრთა მარშები და ამასაც გააკეთებენ, მაგრამ ეს არის, ვიცი, ჩვენ მილევად რეჟიმში და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც კი დასრულდება მათი მასაცხრებელი წყარო, მაშინვე დასრულებული არიან ესენი. ასე ისე რომ ვიცოდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის მომხდარი, გაეროს გენერალურმა მდივანმა ბატონმა გუტერეშმა მიულოცა როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ისე პრემიერ-მინისტრს თანამდებობებზე დანიშნა და რაზე მინდა ყურადღება გავახმოვრო. ეხლა იტყვიან, ვინა გაეროს გენერალური მდივანიო, მაგათთვის როთია ყველაფერი. და გაროთებული სოფლიო იყო მაგათი ოცნება. გაეროზე მეტი დიდი უმაღლესი საერთაშორისო ორგანიზაცია დამეთანხმებით სოფლიოში არ არსებობს. და როდესაც ამ უმაღლესმა ორგანიზაციამ, რომლის წევრი საქართველოა და რომლის წევრი სოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა და მისმა გენერალურმა მდივანმა თანაც მოაყოლა ასეთი სიტყვები, რომ მოუთმენლად ველი, როდის იქნება დაწყებული საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობაო, ამით ყველაფერია ნათქვამი. თანდათანობით ეს პროცესები მილევადისაკენ წავა და უფრო მეტიც მინდა გითხრათ, ეს პროცესები ჩემო ძვირფასო ნიკოლოზ და ჩემო ძვირფასო მეგობრებო, გადაიტანეს ახლა ევროპაში იმ deep state-მა და ამ უბნელესმა ძალებმა. მიმდინარე ვიცით რაც ხდება სერბეთში, ვიცით რაც ხდება სლოვაკეთში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, სერბეთისა და სლოვაკეთის ხელისუფლებაც ისევე გაუძლებს ვაშკაცურად ამას, როგორც საქართველოს ხელისუფლებამ გაუძლო. მართლაც უნდა ბერკლის შემთხვევით ვლაპარაკობ, ვაშკაცურად გაუძლო. ნამდვილად ვაშკაცურად გაუძლო. იმიტომ რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ამდენი ღიაობის პროცესში, ვისაც რა უნდა იმას ლაპარაკობდნენ ტელევიზიით, მაგრამ ეს უფრო მაგრამ აღმოჩნდა რომ ეს უფრო მეტი კარგი იყო. რატომ იყო კარგი? ნახეთ ახლა რომ როდესაც დოიაშვილები
როდესაც როთები, რომელთაც ვიღაც ჭოლები და ასეთი რომ იტყვიან ხელმოცარული უნიჭო ხელოვანები, ეგრეთ წოდებული ხელოვანები პროტესტს აცხადებენ, მათ გვერდით ხალხი არც ერთ შემთხვევისათვის არ დადგება და მე მინდა იმ ახალგაზრდებს, ვინც დღემდე გზააბნეული დაბორიალობს, მაგრამ გვერდით უთხრათ, ესენი ყველანი მოსყიდულები არიან. ისინი ფულის გარეშე და უზარმაზარი ფულადი თანხების გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამენ და მე ერთ-ერთი უმთავრესი პროცესი რაც არის ამასთან დაკავშირებით ეს უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნოთ ეს პროცესი იმასთან არის დაკავშირებული რომ ეს ადამიანები არიან ზნეობისაგან დაცლილები თქვენ წარმოვიდგინეთ და ნახეთ როგორი სიტუაცია ბიძინა ივანიშვილის გარემონტებულ თეატრში თამაშობენ ბიძინა ივანიშვილის ხელფასებს იღებენ. ბიძინა ივანიშვილის გრანტებს იღებენ და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოდიან. ეს ადამიანები არაფრით არ გაცხოვდებიან ფილიპე მახარაძეებისაგან, მიხა ცხაკაიებისაგან და სხვებისაგან. რატომ ლაპარაკობ ახლა მამას მე? ფილიპე მახარაძე იცოდეს მაყურებელმა დიდმა ქართველმა თქველმოქმედმა და მეცენატმა ეს იყო დავით სარაჯიშვილი სასწავლებლად გააგზავნა ევროპაში, კერძოდ ვარშავაში. ასწავლა იქ დააფინანსა და შემდეგ, როდესაც ჩამოვიდა ეს ფილიპე მახარაძე საქართველოში და დააწყებინა მასთან ქარხანაში მუშაობა და დაუწყო მუშების აჯანყება თავად დავით სარაჯიშვილს. აი ასეთები ესენი არიან თანადროულობის ფილიპე მახარაძეები. ვინმეს ეჭვი ებარება? ესენი ბატონო ნიკოლოზ თვალს არ დაახამხამებენ, რომ მიცემ მაუზერი მე და თქვენ და ჩვენის თანებს და მთელ საქართველოს სუბში ტყვიას დაახალებენ. ეს ესეთი ხალხია და ესეთი ხალხი საერთოდ როგორ გითხრათ, იცით, საზოგადოებისაგან მოკვეთილი უნდა იყვნენ, მოკვეთას იმას ლაპარაკობ, რომ მათ სპექტაკლებს, ეგრეთ წოდებულ სპექტაკლებს და დარე ხარისხის თამაშობებს, მართლა თამაშობებს და მართლა ტინგიცობებს მაყურებელი არ უნდა დაესწროს და არც ესწრება. ამიტომ არიან ახლა ვითომ იმაში გადიან რეგიონებში, გავიდნენ რეგიონებში და კაი ბუშტებს დაიჭერენ იქა. ამასთან ერთად ნახეთ რა ხდება კიდე ბატონო ნიკოლოზ ეს მინდა ხაზგასმით იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა ამ ხნის კაცივა რაღაცა ისტორიაში წამიკითხავს რაღაცა მინახავს კიდევაც ამ 63 წლის მანძილზე მაგრამ არსად არ მინახია ზონდმე როდოსნე სადმე ვინმეს მოეწოდებინოთ საჭმელში ჩააფუთხე ეს არის გაუგონარი ფაქტია, მეგობრებო, ეს არაფერში არ წერია, არც რომელიმე რელიგიის მიმდევარი კაცი აკეთებს, ამას თავად ტერორისტები არ აკეთებენ, კაცო. ეს საოცრებაა, სასწაულია და თანაც მე ეთყობა აძლევენ ამ მიმტანებს ფულს. ეს ნაძირალები და ეს ტერების თვითონაც ლაპარაკობენ ჩავაფურთხე საჭმელში. ახლა ზოგიერთ რესტორნებზე ლაპარაკობენ, მაგალითად. თქვენთან ახლა, როდესაც ვერთვებოდი, წავიკითხე რესტორან წისქვილშიო, მიმტანმაო, ჩააფურთხავო საჭმელშიო. მე ერთხელ ჩაგვიფურთხებიაო, ვიღაც მიმტანი, ვიღაც ბატონო ედიშერ, გეხვეწევით აი ჩაფურთხების თემა მზარავს უკვე და აი საზოგადოებას უნდა შევაზიზღოთ ესენი. ესე ამათი ნადი არა საზოგადოებას ბატონო ედიშერ ესენი ეზიზღება კიდევაც მაგრამ აქ ეხა მეორე მე თქვენ თავი ეხა არჩავრეული ვარ და მოგეცით საშუალება რომ ბოლომდე დაგესრულებინა თქვენი გამოსვლა ამ კონტექსტში მაგრამ მე აქ დაგისვით კითხვა გესმით მე ამ კითხვაზე მაინტერესებს პასუხი ანუ როდის დასრულდება ეს თქვი დასრულდება ეს, როდესაც შეწყდება დაფინანსება. მე კიდევ გეტყვი თქვენ ერთ რამეს. შეიძლება საფარს ამ ბაბუცა პატარაიას დაფინანსება შეუწყვიტოს ტრამპმა, იმიტომ რომ LGBT თემაა მაინც და LGBT ორგანიზაციებს დაფინანსება შეუწყვიტა. მაგრამ მე არ ამგონია, რომ ტრამპმა დაფინანსება შეუწყვიტოს საიას, სამართლიან არჩევნებს, საერთაშორისო გამჭვირვალობას. იმიტომ რომ ესენი არიან ოფიციალური აგენტურა მისი. და თქვენ როგორ გონიათ აგენტურას როდის იყო ცენტრი დაფინანსებას უწყვეტავდა ამიტომ უნდა გავაკეთოთ ერთი რამ ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს რომ აი ეს ორგანიზაციები გამოცხადდეს კანონგარეშე და ეს ორგანიზაციები გამოცხადდეს როგორც საქართველოს მტრებად როგორც საქართველოს მტერ ორგანიზაციებად
სოროსი საერთოდ გაძევებული უნდა იყოს ქვეყნიდან. არა. ამას ჭირდება სულ მცირედ რომ მე და მოხდება ახლა სიტუაციის ანუ თქვენ ფიქრობთ რომ ამ ორგანიზაციებს დაატოვებინებენ, გააუქმებენ? ჩვენ სახელმწიფო თუ ვართ და ვართ უკვე და არა მე ამას ბოდიში და 20 წელია ვლაპარაკობ, მაგრამ რომ ესე უნდა მოხდეს, მაგრამ ესენი მივიდა საქმე უკვე მივიდა საქმე იქამდე, რომ როგორც უნგრეთში გააკეთა სოროსმა, მაგრამ მაინც უტევენ, ხო ხედავთ? და უნგრეთში გააკეთა სოროსმა, ისე უნდა გავაკეთოთ ჩვენ და როგორც აზერბაიჯანში გააკეთა ალიევმა. არც ერთი კაპიკი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში გარედან. საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველოს სახელმწიფოს ხელისუფლების ასარევად და საქართველოს სახელმწიფოს დასაქცევად. არც ერთ შემთხვევისათვის. წინააღმდეგ შემთხვევისათვის გვექნება ასეთი გაურკვევლობა და მიდის პროცესები იმისა, რომ ეს აქეთკენ უნდა წავიდეს. ეხლა მე რისი იმედი მაქვს, რომ 26 ოქტომბრიდან ვიდრე დღევანდელ დღემდე მაგათ ჰქონდათ უზარმაზარი გეგმები. ეს უზარმაზარი გეგმები შემდეგში მდგომარეობდა. მაგათ დაიწყეს თბილისის უნივერსიტეტიდან, გახსოვთ თქვენ, თბილისის უნივერსიტეტის წინ მოაწყვეს რაღაცა თავყრილობის შემდეგ შევარდნენ თბილისის უნივერსიტეტში, უნდათ ხალხის გამოწვევა, მაგრამ ნახეთ, როგორი სიტუაცია იყო. მაგათ ყველაზე მეტად უნდათ რა? უნდათ ის, რომ რაღაცნაირად მომხდარიყო მკვლელობა. მაგრამ ამას იქ დემონსტრაციებზე და იმ თუ რა ქვია მიტინგები თუ რაღაცებს ვატარებდნენ როგორც კი ნახეთ მე ფულზე რატო ვლაპარაკობ როგორც კი ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯები და ამოიღო ხოშტარიების გვარამიებისა და სხვა ნაძირალათა შტაბ-ბინებიდან ამოიღო ისა პიროტექნიკა შეწყდა ყველაფერი დაწყნარდა სიტუაცია დამშვიდა სიტუაცია არის ვინმე ნაცემი არის ვინმე პოლიციელი დამწვარი არის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამას ჭირდება თავისი დრო და მე დარწმუნებული ვარ ხელისუფლებას ამისათვის გაწერილი ექნება თავისი საკუთარი გეგმა მე საიდან ვლაპარაკობ ბოლოს ამას მე ამას ვლაპარაკობ უბრალოდ ყოვლისა იქიდან შედეგიდან გამომდინარე და შედეგი ჩვენ სახეზე გვაქვს ჩვენ ავიცილეთ ძალიან დიდი უბედურება ხელისუფლება ხალხთან ერთად აიცილა ძალიან დიდი უბედურება ნახეთ რას ლაპარაკობს მაკეინის ინსტიტუტმა რა თქვა პირდაპირ მათ გამოუცხადა რომ საყვედური გამოუცხადა რატომ კაცი არ მოკვდაო და ნახეს ის ლორა თორტონიაო თუ ვიღაცა ჯანდაბა და ჯარხანა USAID-ის ხელმძღვანელი რომ იყო საქართველოში რა უწოდა ტრამპს ხო ხედავ როგორ გითხრათ იცით ვერ ვიკადრებ ეხლა დედაკაცმა რაც სპაკალხოთ იკადრა რატომ ვლაპარაკობ ეხლა ამას იმიტომ ვლაპარაკობ რომ ესენი არიან უძბნელესი ძალა რომელი უბნელესი ძალაც ყოველ შემთხვევისათვის ფიქრობდა საქართველოს ხელისუფლების დამხობით საქართველოს ფაქტობრივად განადგურებას ვინაიდან აქ მეორე და მესამე დღეს აუცილებლად გახსნილი იქნებოდა მეორე ფრონტი რომლის მეშვეობითაც ქვეყანა განადგურდებოდა ამიტომ მე დღე-დღეზე ველი ამ პროცესების დაწყებას რომელიც ბოლოს და ბოლოს ქვეყანას ჩააყენებს იმ რიგში, რომელსაც ქვია განვითარება და არავინ არ ნახეთ როგორი სიტუაციები და როგორი ცვლება მსოფლიო. ეხლა მიმდინარეობს მსოფლიოს გადანაწილება დამთავრებულია. მე როგორც ვხედავ, ისე ჩემს აზრს გეტყვით და ეს მიმდინარეობს მხოლოდ და მხოლოდ ეხლა მსოფლიოს გადანაწილების გაფორმების პროცესი. ნახეთ რა განაცხადა ბატონმა ტრამპმა, რომ პანამის არხი ამერიკის იქნება. იქვე ინაუგურაციის დროს მან მექსიკის ყურეს ამერიკის ყურე უწოდა და სრულიად დღესაც განაცხადა რომ კანადა ამერიკის შტატი უნდა გახდესო ამავე დროს იქვე მიაყოლა პანამა ისა ჩინეთის ვერ იქნებაო ამით რაზია ლაპარაკი ვინაც ახლა არ მოეთხოვება მაყურებელს იცოდეს მონროს დოქტრინა რაში მდგომარეობს, მაგრამ პროფესიონალებმა იციან რაში მდგომარეობს მონროს დოქტრინა და როგორც ჩანს მონროს დოქტრინა ტრამპის ხელისუფლების დროს მოქმედებაში მოდის. ამიტომ ჩემო ძვირფასო მეგობრებო, დრო ჩვენზე მუშაობს.
ჩვენ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ უმძიმე სიტუაციას, რომელიც მოწყობილი იყო 26 ოქტომბრიდან დღევანდელ დღემდე, ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ჩვენი ისტორიის წინააღმდეგ, ჩვენი კულტურის წინააღმდეგ, ჩვენი რელიგიის წინააღმდეგ და საერთოდ ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ წარმატებით დავძლებდა, ეს იქნება იმის საწინდარი, რომ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე და რაღაცა იმის მიზმების გარეშე ჩვენს ქვეყანას ელოდება ძალიან ბრწყინვალე მომავალი, რომელიც დაკავშირებული არის იმ გეოპოლიტიკურ ცვლილებებთან, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარეობს და ჩვენ გვექნება ძალიან ღირსეული ადგილი აღმოსავლეთის, დასავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის დაკავშირების ცენტრი, რაც გახდის საქართველოს ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა. გასაგებია, დიდი მადლობა ბატონო ედიშე, საინტერესო იყო საუბარი თქვენთან როგორც ყოველთვის და ვიმედოვნებ, რომ მართლაც რაღაც გარკვეული ძვრები იქნება სასიკეთოდ. კარგად ვზანდებოდეთ. გაიხარეთ. ედიშე გვენეტაძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.